მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ბროების მორიგი ეპიზოდი და ცოტა ცვლილება გვაქვს. თამაშობთ იგივე თამაშს, ვინ იტყუება, ანუ ვინ ჯანდება არის იმპოსტერი, მაგრამ ერთი დეტალი შევიტანით კომენტარებში დაგვიწერეს და მადლობა იმ ადამიანს ამ იდეისთვის. იქნება დამარცხებული ვიდეოში. ანუ ვინც ყველაზე მეტჯერ დამარცხდება ამ თამაშში, ის შეასრულებს რაღაც ჩათლახობა დავალებას. თუმცა ამ ჩათლახობა დავალებას თქვენ მოიფიქრებთ. იდეები თქვენ დაწერეთ, რას გააკეთებს? ხა რავი, ძალიან ისეთი არ დაწეროთ ეხლა რაღაცა. როგორ ტექავდეს გაკეთება, ცოტა როგორ გავაკეთებ? ხო, ნორმების პარგლებში რა. ხო და არც თუ გამიწერთ, ძალიან გაგვახარებთ. ჩვენ კი დავიწყოთ ეხლა დაწერა 14 13 კითხვა რა იყო? საშუალო ასაკი პირველი კოცნისთვის. კოკოსთა თავისი გასაოცარი ასაკებით სულ გვახარებს. სექსის ასაკი 14 წელი ქონდა, ხო, როგორც 14 მქონდა კი ხო, ბატონო. და შენთვის საშუალო ასაკი მე მეგონა რომ 9-8 წელს დაწერდი. ჩემთვის რატო? ანუ ზოგადად საშუალო ასაკი კოცნისთვის ეგ იყო. შენ პირველ დროის საკოცი რა ასაკი? აუ, აი, მაგაზე დავფიქრდი სხვათა შორის, კითხვა რო წავიკითხე და კოცნა ნამდვილად არ მახსოვს პირველი. ანუ კოცნა რაში როგორ რა ითვლება კოცნაში? ტუჩებში კოცნა ითვლება. ხო, მაგას საკში რაღაც ეგრეთი კოცნა არის, ხო? ანუ ის არ არის, რომ ნუ ფრანგული კოცნა არა, ხო. ფრანგული კოცნა არ იცი მაგას. და შენ როდის საკოცე პირველად? მე არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით აი ასე, ხო? გახსოვს გოგოვისა საკოცე? დაიგიდე. შენ გახსოვს ვისაკოცე პირველად? კი, როგორ არის? ძალიან კარგად მახსოვს. მე ეგეს არ მახსოვს. ანუ შენი პირველი კოცნა ძალიან გრძნობით კოცნა იყო. არ იყო გზნობით კოცნა, მაგრამ მახსოვს კარგად რა. შემთხვევით იყო თუ არა, შემთხვევით. თუ მიზან დასახული. პროფილი გავუგდის. 3 წელი. როდის საკოცე ადამიანი? ერთი 3 საათიანი მცდელობის მერე გავედი ბოლოში. ვინაიდან დამარცხებული, რაღაც ჩათლახობას გააკეთებს და ამას ჩვენი მაყურებელი გადაწყვეტს. ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ ეხლა რა. კარგად იფიქრეთ დედაფეთქებული. პროსტა ხელები არ გაიშვიროთ ეხლა უაზრო. არც გვიმსჯელია რეალურად. ხო, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ და ცოტა რთულია, მსჯელობა არ რთული, ხო? მე ალბათ შენ დაგადებ მე კოსტა, იმიტომ რომ 13 13-ია და ჩვენ 14 დავწერეთ. აუ, ეგ ცუდია ეს უმრავლესობის, აი, ხედავ, მარტო იმიტომ რომ განსხვავებული ვარ. ვიჩაგრები ხალხო, განსხვავებულები ვიჩაგრები. საიკო ის ხარ? ცუდი რაღაც გამოვიდა ძალიან. აი, შავკანიანი ხარ. დაიკიდეთ, სხვა ის გაქვს. გაატარეთ. შავკანიანი უნდა დაჩაგრო შენი აზრი. არა, უმცირესობები ხო ზოგადად ეგრე არის, მაგრამ უმცირესობა რატოა შავკანიანი ხარ? საერთოდ არ არის. საქართველოში კი? ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3, 2, 1, კოსტა. დებილები ხართ. და რა თქმა უნდა იმპოსტერმა მოიგო, იმიტომ რომ იმპოსტერი მე ვიყავი. და ჩემი კითხვა იყო, ზუსტად ის კითხვა იყო, რაც მიშამ თქვა. რა ასაკში აკოცე გოგოსო? ვიცოდი რა. თუ იცოდი რაღაც ვიცოდი მოდებდი. კითხვა ვიცოდი, მაგრამ აი უბრალოდ ამ როგორ უნდა აი, დავადო. ეგრე არ უნდა მოიქცე არც ცხოვრებაში. განსხვავებულობის გამო ცხოვრებაში არა, მაგრამ თამაში შემიძლია. ანუ მე მოვიგე ხო და თქვენ დამარცხეთ. ანუ თქვენ გაქვთ -1-ები. ყველაზე მეტი მინუსი ვისაც დაუგროვდება, ეგ არის წაგებული და გაკეთებს რაღაც ჩათლახობას რა. კი, ბატონო. კომენტარებში თქვენ ამასობა შეიძლება დაწეროთ რა. ანუ რატომ მარტო ჩათლახობას? იქნებ კარგი რაღაცა გავაკეთოთ. კარგს არ დაგიწერენ არაფერს. დაგვიწერეთ კარგი რა. რამე კარგი დაგვიწერეთ. ადი წყალი დალე უინტერესოა. არა. რა ვიცი, გაასუფთავე რუსთავის ტრასა. ანან ქველმოქმედება გააკეთე. ისე ბაზარი არ არის. ხო, ნახოთ. ბებოს 100 ლარი აჩუქე რაღაცა. ანუ კარგი, ის ნახეთავს 100 ლარი, მე მეტი ბიუჯეტი არა. არა, მეტი არ დაწერო და. მაგისთვის გვჭირდება სპონსორი. ხო. მეტი ბიუჯეტი გქონდა და კაი. ბებოს მეტი ვაჩუქოთ. ხო, სულ ბებოსო მეტი აჩუქო, მაგიტო გინდა სპონსორი. შემდეგი კითხვა. არ ვალაპარაკო ვიდეოში. სხვათა შორის დიდმა რჩეულმა იუთუბერებმა გვითხრეს, რომ ხშირად უნდა ვთქვათ, რომ არხი გამოიწერეთ და ამიტომაც თუ არხს გამოიწერთ, ძალიან გაგვახარებთ. საგიზღილაკი და დაკომენტარებაც არ დაგავიწყდეს. კი, ეგეც გვითხრეს და თან კარგ მივდივართ, აი იმის მიუხედავად, რომ წინა ვიდეოს ბევრი ნახვა არა აქვს, ძალიან მაგარი გამოხმაურებები არის და რჩევებიც გავითვალისწინეთ. რო გითხარით, რომ აი ხა რაც ფორმატი როგორც შეიცვალა, არის თქვენი დამსახურება რა. მოკლედ ვიწყებ 30%. 50%. 30. 50 ცოტა ბევრია მგონია. კითხვა რა იყო? ლატარია რომ მოიგო, ოჯახს რამდენ პროცენტს მისცემთ? 50%-ს მივცემდი. აი ისე ჩვენ ცოტა შენ ამ ინგწერია. 30. ხო ჩვენც ვსვათ. მაგ ლოგიკით აღარ წახვიდე შენ რომ განსხვავებულობის გამო. ანუ არ ვარ იმპოსტერი. დამღუპა, ანუ ღუპავს აი იცი რა არის? და თავსაც იღუპავს ან ყველაზე ცუდი რა არის. ჯერ იმით დავიწყოთ რომ ბაზარი არ არის. ახლა ანუ ფულის მიცემაზე რო არის საუბარი, აქ პროცენტებზე საუბარი ცოტა სასაცილო არის. კი ბატონო. ანუ ადგები და მისცემი თანხას, რაც სჭირდება. ამიტომ მე 30% რაღაც ეგრე დავითვალე, არ ვიცი და ლატარია რატოღა წარმოვიდგინე რაღაც კონკრეტული თანხა რა. მეც. ნუ მე ალბათ ფულს საერთოდ არ ვიმიცემდი. მე უბრალოდ რაღაცას
ისეთ რაღაცას ვაჩუქებდი, რა ვიცი, მამაჩემს მანქანას ვუყიდიდი, ანუ კითხვა ეს იყო ხო, უბრალოდ. სახს გავარემონტებ, ანუ თანხას არ მიცემდი, მაგრამ დავეხმარებოდი ასე ვთქვათ, მაგრამ ვაჰ, ბიჭო, რაღაც ისეთი კითხვები არის რა, ძალიან ემთხვევა ერთ. კარგი, იმპოსტერი ვინაა, მაგაზე ვიმშელოთ. მე წინა ლოგიკით წავალ. ეს თავსაც იღუპავს და მეც მღუპავს. აი მე რატომ მგონია რომ კაკრაზე ვინც თავს იღუპავს შენ იღუპავ ის იღუპავს თავს და მეც ხო მღუპავს. მე მგონია რომ მიშა არის მაგის გამო იმიტომ რომ რაღაც ძალიან დაემთხვა ბოლო ორი კითხვა ერთმანეთს და ანუ ძალიან რთული არის, როდესაც ორ ადამიანს ერთი და იგივე უწერი, ეხა მეც რო იმპოსტერს დავადო ხელი. ანუ მიშას თუ გიო 30-30, წინაზე 14-ები ეწერათ, რა რენდომზე უნდა დავადო ხელი. იმის ლოგიკა არ ამარ, მაგას არ გაყვეთ ცხოვრებაში, რომ განსხვავებულობის გამო ვიღაცას. მოდი მე რენდომზე გიორგის დავადებ ხელს. მიშა გატყუებენ. დავწყვიტოთ. მიშა გატყუებენ, манипуლირებენ შენით. აი, манипуლირებს ახლა შენით. მე მეგონა ამ დრომდე შენიკავი, მაგრამ ეხლა ამან მე რო დამადო ხელი. უკვე მგონია რომ ეს არის. აი მე მიშა როგორ გისრულებენ. 3 2 1 კოსტა. იდიოტი ხარ. მე ვიყავი. იდიოტი შენ ხარ, აი მე რო დამადე ხელი მაგიტო ხარ იდიოტი და. აი გითხარი მიშა არის მეთქი. ჩემზე ხელი რო არ დაგედო მიშას ვიძახდი. რა იყო შენი კითხვა? 5-დან 45-მდე დაწერეო რიცხვიო და დაწერეო მრგვალი. სხვათა შორის ახალი სპონსორი გვყავს, აი ეს დაფები გამოგვიგზავნეს საშლელი, მადლობა ძალიან დიდი. წინა ვიდეოებით უნახეთ რაღაც საშინელება რაღაცით ვშლიდით და ჩვენი ახალი სპონსორი არის კოსტა, რა გირდა ეს მიხარიება? არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს. 4 ლარი, 5 ლარი. სადღაც ეგრე. ჩაგირიცხავთ, არ არის პრობლემა. არ მინდა მადლობა. არც ვაპირებდით. ერთგულება. პირდაპირობა. გულუხვი. ოკეი, კითხვა რა იყო? შენი ყველაზე კარგი თვისება. ხო, აი, რა ვიცი, კოსტა. მიცნობ. კი, პირდაპირ ხარ. მეც ერთგულებაში ვგულისხმობ, რომ რა ვიცი, მეგობრების ერთგული ვარ ნამდვილად. მეგობრებს ერთგული კარგი. რაში გიყავატე? შეთესლოშ. აღაზრდა მიყავატე, არ შენ. მეგობრობას არც გავიძახით, სხვა დავიკიდოთ, არ ვიმაზგებ. და კათება, ჩოდა კათ. რას გულისხმობ ერთგულებაში? ერთგულებაში პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ მარტო ვარ შეყვარებული მეორე ნახევარი არ მყავს ერთგულებაში, პირველ რიგში ვგულისხმობ მეგობრობაში ერთგულებას. და ვთვლი რომ ეგ ჩემი მეგობრები ხართ და რა ვიცი თქვენც იგივენაირად ვთვლით რომ საკმაოდ ერთგული ადამიანი ვარ მეგობრობაში. ხო, ეხლა რა ვიცი, ეხლა ისეთი მდგომარეობა. და მაგას ვთვლი საუკეთესო ჩემს თვისებად. კარგი მიშა, შენი გულუხვობა, მე მაგალითად დღეს ყავა რო ვიყიდეთ, შენ მიხარი ფული ჩამირიცხეო. არა, მე დამპატიჟე და შენ ჩამირიცხე, ეგ ამაში არ ხო, კაი, ხუმრო, მართლა დამპატიჟე, მაგრამ მე მაინც ჩავურიცხე, იმიტომ რომ რთულ პერიოდს გავდივართ ეხლა ფინანსურად. 50 ლარი ხოლმე. კი. კი. სანამ კამერა გაითიშება ყველაფერი შეგიძლიათ ხო? პირდაპირობა შენი ერთ-ერთი მინუსი და პლუსიც არის, ხო? ეგ ვიცი, ხო? ხო, ან ეგ არის ძალიან დამახასიათებელი. პირდაპირობა არის მინუსიც, მაგრამ მე ვთვლი რომ ეგ არის ძალიან მაგარი თვისება რა და რომ ადამიანს, მეგობარს და საყვარელ ადამიანს უნდა შეეძლოს პირდაპირ მოვიდეს გითხრას რაღაც. როცა ტრაკში ხარ რა და შეიძლება კონდეს ეგეთი მომენტი რომ მაგ ტრაკიდან გამოგიყვანოს ბოდიშ ცენზურის დარღვევისთვის. გააჩნია ზოგისთვის, ანუ ზოგისთვის ცუდია, მაგრამ მეც გეთანხმები რომ პირდაპირობა არა მხოლოდ მეგობართან, ისე ზოგადადაც ცხოვრებაში პირდაპირ მთქმელი შეიძლება ბევრს არ უყვარდე, მაგრამ სამაგიეროდ ვისაც ეყვარები ნამდვილი იქნება. კარგ მეგობარს კი. კარგი უყურს ხო პირდაპირ. კი, კარგი მეგობარი დააფასებს ამას, მაგრამ ხო, აი კოსტა მაგალითად დააფასა, როდესაც კოსტას მიმართ პირდაპირ ვიყავი არაერთხელ. კი ბატონო. და პირდაპირ მივედი და კაც. ჩემი პირდაპირობა ოკეი, შენი გულუხვობა ოკეი. აი, ამის ერთგულებას ზე. ცოტა ისეთი კი პასუხია, ბიჭო, აი ერთგულება, აი რა მართლა პროფილის გადაცემა. მაინც იმ გადაცემაში, როდესაც წაგებულს უწევს რაღაცის კეთება, აი მაინც მაგ გადაცემაში მაგებინებთ ყველა მეთოდით. გიორგიზე პირდაპირ რო არის მართლა ვიცი, მაგრამ შეიძლება შენ საერთოდ სხვა რაღაც კითხვა ქონდა. 3 2 1 მიშა. მიშა. არა, მე არ ვიყავი. გიორგი იყო ეს. რა თქმა უნდა, მე ვიყავი. MVP როგორც ყოველთვის. რა მართლა პირდაპირია. რა იყო შენი კითხვა? თვისება, რომელსაც შენში სათანადოდ ვერ აფასებენ. მესამე რაუნდი დასრულდა, ვაგრძელებ ჯერჯერობით კარგად მივდივართ. თავარი წაგების პრეტენდენტები არიან კოსტა და მიშა, იმიტომ რომ -2 და -3, მე -1 მაქვს ჯერჯერობით და თქვენ თუ არქს გამოიწერთ, ძალიან გაგვახარებთ, იმიტომ რომ რა ვიცი, სხვა რაღაც დაგვჩენია რა, ჩვენი ერთი мотиваცია ეგ არის და ინტერსტელარი. ინტერსტელარი? კი. მე მგონი ეს არის იმპოსტერი. ინტერსტელარი. ჰარი პოტერი მაგიური სამყარო. Ready Player One. ო, კაი პასუხია. კარგი პასუხია, მაგრამ მაგას შემიძლია გეკამათო. და ეხლა მაგრამ კითხვა რა იყო? რომელი ფილმის სამყაროში იცხოვრობთ?
აი კოსტა არის იმპოსტერი, მაგრამ მოდი ჩვენ ვიკავებთ. ანუ რა გინდა რომ ეგეთ სამყაროში იცხოვრო, სადაც პროსტა ვირტუალურ სამყაროში გადადიხარ და არაფერს არ აკეთებ. რომ მაქვს ეგეთი შესაძლებლობა. ანუ შეგიძლია იმიტომ რომ მთელი ჩემი ბავშვობა ვოცნებობდი იმაზე რომ რაღაცა იქნებოდა ვირტუალ სამყარო, რომელშიც შეგიძლია ნებისმიერი რაღაცა იყო. ხო, მაგრამ მან ხო იცი როგორ არის? ანუ არის ეგ სამყარო, მაგრამ შენ რეალურად ზიქარ სადღაც სახლში სათვალე გიკეთე. კი, მაგრამ სამყაროში მე ხო ვარ მან, ანუ აპრიორი მე რატო ვარ იმპოსტერი, როდესაც იცი როგორ ძალიან მიყვარს კოსმოსი და ყველაფერი მასთან დაკავშირებული. ბიჭო, გავიგე, მაგრამ სამყაროა და მე ინტერსტელარი ისე მთავრდება, რომ კოსმოსური ხომალდით მიდიან სხვა galaktikაში, ანუ მაგაზე კარგი რა შეიძლება მოხდეს. მე ვფიქრობდი ავატარს. ოღონდ იმ ავატარს არა, ფილმ ავატარს არა. ანიმაცია? ბიჭო, ფილმს ვფიქრობდი, მაგრამ არ მინდა ეგრე გამოვიყურებოდეთ, ხო? მე რო ვფიქრობდი, იმასაც ვფიქრობდი, ლომი რო არის თავარი ტიპი, რა ვქნა, ნარნიის ქრონიკებს, მაგრამ აიცა რა ის ნარნია თქო. მე რო ვფიქრობდი იმ ავატარს, ანიმაცია ავატარს, მაგრამ იქ ერთმანეთს გლეჯენ კლავენ და აქაც ცოტა ისე ვიყავი, ეხა ვოლდემორი რო დამადგეს და სახი გამაძოს არ მინდა რაღაც პონჩი რა. მაგრამ მეორე მხრივ გინდა? აქეთ მარველსაც ვფიქრობდი, მაგრამ იქ რაღაც ისინი რო ჩამოდიან უცხო პლანეტელები, ბევრი ვიფიქრე ძალიან და საბოლოო ჯამში მაინც ჰარი პოტერს წავედი, რომ ჯოხი მქონდეს რაღაცას მაინც ვიზამდე დააფეთქებული რა. ტელეპორტაციას გავაკეთებ და წავალ სხვაგან. ისე ავატარი კარგი ის იქნებოდა, ოღონდ მულტფილმი. ხო, მაგიტო ხო ვფიქრობდი, ხო ვამბობდი, რომ აი მაგაზეც ვოცნებობდი მთელი ბავშვობა, რომ ეგ სტიქიების მართვა შეგიძლია, ძალიან მაგარია, ხო. ფორსაჟის გმირიც ვიქნებოდი, ყველაფერი რო შეგიძლია. და არაფერი გემართება. ტორეტო ვიქნებოდი პირდაპირ. და ინტერსტელარში რა იქნებოდი? ხო, რა იქნებოდა? ინტერსტელარში ნახე, რომელ სამყაროში იქნებოდიო და ინტერსტელარი მთავრდება ერთი წუთი. ინტერსტელარის სამყაროში ჯერ ერთი ძალიან შოკს წასულია მეცნიერება და პლუს კიდე მთავრდება ისე, რომ კოსმოსური ხომალდით კაცობრიობა მიემართება სხვა galaktikაში. ბულშიტ, ანუ რას მეუბნები? სამყარო იყო კითხვა. და შენ დაწერე ინტერსტელარი. კარგი, დამადე ხელი. პროსტა მომავალია. ოკეი, დამადე ხელი მიდი. არა, ეგრეა. ისე სამყარო ინტერსტელარში საერთოდ არ არის საინტერესო. იქ თუ გახსოვს ინტერსტელარში რა იყო? ანუ რატომ ეძებდნენ რაღაც? რო გადაერჩინათ. ხო, მაგრამ ანუ დედა ეტირა იმ ქვეყანას და გავიგე, ანუ დედამიწას დაადგა რაღაცა კატაკლიზმი ის შემდეგაც ხო და დედამიწაზე არა თქო, ანუ გითხარი რომ იქ მიდიან სხვა galaktikაში. აუ, იქ ხომალდეც რა მოხდება, იქნებ ძრავმა აურია, რაღაც დაგერხა რა იცი. ხო, იქნებ ვოლდემორტი დაგადგა და საერთოდ გავიგე. წოლების გარეშე გაგაკრო. შეიძლება გახვიდე აგური მაგითო დაგეცა. გეუბნები, ანუ იქნებ არა. ტიპი ხარ პროსტა. ხო და რა, კაია. 3 2 1 კოსტა. თქვა რა ხართ? შენ არ იყავი იმპოსტერი? თქვა რა ხარ? ო, მიშა მე არ ვიყავი. გავი. კითხვა რა ქონდა თეცავს? არც ერთი არ იყო თუ რა? კითხვა რა იყო თავარი კითხვა? რომელი ფილმის რომელი ფილმის თავარი გმირის ცხოვრებას ისურვებდი, ფილმი დაწერა, ოღონდ არა გმირიო. მე ვყოფილი ვარ იმპოსტერი. არც იცოდა ის იმპოსტერი. მე ვყოფილი ვარ იმპოსტერი, ბაბატიეთ. ხელი დამადიო ხომ მითხარ? ახლა და გოგოი გულწრფელად მომკიცებდი, რომ არ ვიყავი იმპოსტერი. და კოსტა -4 აქ მგონი -5 უნდა დავუწეროთ. -4 უკვე წაგებული გაქვს. რატო? იმიტომ რომ 5-მდე ვთამაშობ. 5-მდე ვთამაშობთ. დამენძრო. კოსტა დამარცხდა და გთხოვთ დაუწეროთ კომენტარებში კოსტამ რა გააკეთოს და შემდეგი ვიდეოს დასასრულში უკვე კოსტა იმ რაღაცას გააკეთებს. რასაც თქვენ დამიწერთ, ასე რომ ცოტა დამინდეთ.